დღეს იწყება ჩვენი თავგადასავლები, იმიტომ რომ ეს მექსიკა. მექსიკა ქვეყანა სადაც შეიგრძნოთ ნამდვილ ლათინურ ენერგიას. ლამაზი ქუჩები და ლაჟვარდოვანი სანაპიროების გარდა, აქ ისტორია, ჯუნგლები და უძველესი ცივილიზაცია ერთ სივრცეში ერთიანდება. და ქვეყანა, რომელიც აღფრთოვანებისა და ემოციების გარეშე არ დაგტოვებთ. ჩვენი გაოცება სინამდვილეში აქედან დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი ამ გიჟური მოგზაურობის დასაწყისი იყო. სასტუმრო, სადაც აუზი, ჯაკუზი და ოკეანე ერთ სივრცეში იყო. თუმცა ჩვენ აქ არ გავჩერებულ ვართ. ვნახეთ მექსიკური მაღაზიები, სადაც ტრადიციულ ტანსაცმელებს ხიდი იყვნენ. მექსიკის ულამაზეს ქუჩები დავათვალიერეთ, მექსიკელების საყვარელი ადგილი ბაზარი, სადაც ორი ტროპიკული ხილები იყიდება, ლამაზი კუნძული, სადაც სიგიჟეები მოხდა და მთავარი მაიას ტომის სოფელი, სადაც მაიას ტომის წარმოადგენები ვნახეთ. მოვედით აი ესე ჯუნგლებში, სადაც გვექნება დიდი თავგადასავლები გველოდება წინ, ამიტომ დარჩით ჩვენ ვიდეოს უყურეთ. რაღაც საოცრები გველოდება მომდევნო 2 დღე. საიდან ვიცით რომ ეს ძალიან მაგარი დაუვიწყარი რაღაცა იქნება, იმიტომ რომ $800 გადავიხადეთ ამ ყველაფერში, ამ ატრაქციონში $800 გადავიხადეთ, ამერიკული დოლარი, რაც ძალიან ძვირია ამერიკაშიც კი, ამიტომ ეს უნდა იყოს რაღაც საოცრება. დარწმუნებული ვარ. პირდებიან ზიპლაინებს, რაღაც ძალიან საოცრება რაღაცებს, ასე რომ წავედით და ვნახოთ ყველაფერი. შესაძლოა კია ესეთ საოცრება, ასე რომ დავიწყეთ. ცეცხლი, აინთო თამაში დაიწყო. ეს უნდა იწყება ღამის, საღამოს, ეს ღამის არა, საღამოს 5 და 30-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს გველოდება ღამის გართობა, ძალიან გვიანობამდე დავრჩებით და სანახაობებიც არ ვიცი რამდენად გადაიღებს ეს კამერა, ყველაფერი ამ კამერით GoPro-თ იქნება გადაღებული, ამიტომ ვეცდები რომ ყველაფერი იდეალურად გამოვიდეს, რაც ამ კამერას შეუძლია. აი მარგუნოვით מחურავს ეს ისა. მე მგონი ეხლა ყველაზე რთულით ვიწყებ ჩვენთვის. ზიპლაინზე უფრო გვერდულება, ტოპოგანი არის, რაღაც საშინლება არის, ეს კამერა არ შეიძლება მე შემაქვს და ვნახოთ რა იქნება. რაღაც იმაღლეებში, ჯუნგლებში და აქედან ტოპოგანზე უნდა ჩავსრიალდეთ. კამერა არ შეიძლებაო, თუმცა მიგან ფოკუსი ჩაატარა. კამერა შევინახე ჯიბეში. მე მგონია რომ დამალული აქვს ლოქერში და უცებ დააძრო ჯიბიდან. კი. ასე რომ თქვენთვის ყველაფერს ვაკეთებთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ძალიან მაგარი თავგადასავლები გველოდება. ჯუნგლებში ვარ, მართლა ჯუნგლებში ვარ და აი ეს მიყვარს ესეთი შეგრძნება, როცა აი ეგერ არის ზიპლაინი. ჯუნგლებში ეს გრძნობა რაც არის, ჯუნგლებში, აი ძალიან მიყვარს. თელს აფრიკას, თელს აზიას მოვილი, როცა ბევრი ფული მექნება. თუმცა აქედან ვივიწყებთ, რად გამოვდივედით. ეს შიში რო დაუძლიო, აი ძალიან მინდა რომ ეს შიში დავძლიო. აი ეხლა უყურებ მე მეშინი არის ეს პატარების ის არაფერია, მაგრამ აქედან ჩამოსრიალდებით. აი ზემოთ, აბა ეხლა გამოვლენ ვიღაცები და მე იქით უნდა ჩავსრიალდეთ. აი აი ესე გამოიყურება რესტორანი, ძალიან მალე მოვალთ, იმიტომ რომ ჯერ არ ვშია, რაღაცები წავისხემსით და მე დავживით აი განახებთ აუცილებლად ყველაფერს. რა
ამამები იქნება ყველაფერს განახევთ. ზიპლაინზე დაცროს ხალხი ესენი ამზადებენ ღამისთვის რომ ალბათ იმები პაპუასები და იქნება ცეკვები და რაღაცები. აი ყველა სამზადებენ, მათ შორის ეხა მე და გულო ჩავჯები ჩვენ წინაშე და ავედით ტყეში. რიგები აღონ გვალოდინები იმიტომ რომ ალბათ არ დავიკარგოთ, არ ვიცი, ალბათ ძალიან უღრანი ტყეა და ალბათ რო არ დავიკარგო, მაგრამ აი ესე ჯგუფურად ვიშვებენ ერთად. ჩემი იმედი ქონდეს. აი ამებით უნდა გავევზავროთ ეხლა უღრან ტყეში. მართლა უღრანი ტყეა, აღონ არ ვიცი სად მივიდივართ, მაგრამ აი ჯგუფი მივიდივართ ეხლა უღრან ტყეში. მოვიდა ჩვენი დროც. აი ხა დავждებით. აი This is forward. Yeah, we're gonna go straight. Kakვის ხანის ადამიანებს ნახავ. აკელა. Vedara arvamo. რაღაცას გავდე? ისე ბნელა რომ არაფერი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, აი ეს აი განათლებობა. ნელა. აიმე. დიპლაინით უნდა ჩავიდეთ მდინარეში. გულო ვერ მოდის ეშინია 27 მეტრიდან უნდა ჩავსრიალდე, ამიტომ მე მივდივარ. ასაც არ შეგვატანები, ამიტომ მივდივარ ეხლა წავედნენ. საშინელება ისა რომ არ გადამაღებინეს, მაგრამ მე ესეთი შეიძლება არ მინახია, მოკლედ. დიდი ხანია. დაახლოებით 10 ზიპლაინი, წარმოგიდგენიათ 10 ზიპლაინი. ხო, ტყეში იყო დაახლოებით 8 ზიპლაინი, 2 ზიპლაინი იყო, აი დაბალი წყალში რო ჩამოვიდგე. და ძალიან მაგარი შეიძლება იყო, უბრალოდ არ გადმაგაგებინეს. ისე დავიღალე, მომშივ და წამოდი და რესტორანი ნახო. წავედი. ესე დასველებული, ეხლა კი მოვედით აი ამ რესტორანში. ძალიან ბევრი რაღაცა, აი ეგზოტიკური, ესე ვთქვათ, ხილები ძალიან ბევრი, აი ყველაფერი სულოდაგულო რაც გინდა. აი ნამცხრები ბუფეტის სტილში, აი ესენი მომწონს ძალიან. აი პურები, ყველი, ხორცეული და ცილები უნდა მივირთვა, ამიტომ აქ კრევეტები. მოკლედ სულად გახდები ადამიანი, იმგან ბევრი რაღაცა. გულომიქ რაღაცები ნახა, არ ვიცი რა ები ნახა. პიცასაც ჭამს ხალხი, წარმოგიდგენიათ და ამებსაც. ამდენი მრავალფეროვნება და მიუხედავად იმისა, მაინც. აი რამდენი უნდა ჭამო ადამიანმა. ეს
ჩემი საყვარელი რაღაცები და ეს ხილები უყურეთ რა მაგარი. ეს უკვე აქ რაღაც მექსიკური სოუსები. ესენი მინდა, აუცილებლად მინდა ესენი. დავსინჯო. და აქეთ რა მწვადები იწובה. აბა. ნახეთ უბრალოდ რეები იწובה. ავიღოთ დროულად. უყურეთ როგორ იწובה ყველაფერი. გემრიელებენ ამას ყველაფერს გავსინჯავ, იმიტომ რომ ცილებია. წავედი არ მცალია. ერთი სული მაქვს, როდის გადავეშვები. ეს არის ჩვენთვის მეორე დღე ამ პარკში, როგორც ეს მოშორებით არის ერთი და იგივე კომპანიის პარკია და ცოტა მოშორებით მოვედით და ძალიან დიდი თავგადასავლები გველოდება დღესაც და ბევრი ჭამა. ეს უფრო ნახო. Hola. We have two. და ხდება ახლა აქ ამ პარკში დამატებით ვიყიდეთ. შევიძინეთ გულოსთვის ძალიან უყვარს ეს წყლის ქვეშა სამყარო და წყლის ქვეშა სამყაროში რომ დაივინგით რომ იმასკნას იმ დღეს ვერ დაკმაყოფილი და არ იყო ისეთი საინტერესო და აქ ძალიან საინტერესო არისო. რაღაცა ეს მრგვალი მას გაცმევენ შუშის სკაფანს ესე რო ვთქვა და მაგით ჩადიხარ წყლის ქვეშ და წყლის ქვეშა სამყაროს დაათვალიერებს გულოჩკა. აი, მონემა დაჯდა დაახლოებით 80 ამერიკული დოლარი. ამათი 1600 დოლარია პესო, არ ვიცი. შავიდან წითელზე, წითელიდან მწვანეზე. მოვედი თუ არა, უყურეთ პლუს კაკადოები და ფლამინგოები. არ ვიცი რა, აი, შოქში ვარ რა. შემოვედი თუ არა, მაკაოები და ფლამინგოები ეხლავე. არა რა, მართლა აი. გამარჯობათ მაკაოებო. თან რაც ხნარად შიდაციან. აბა წამოდი ხა. გამარჯობათ. შილამაზი ქალო. ბიჭო, რატო ვიყურე მეგრე? რანი ვიყურე? რა ჯოიმით ვიყურე ბიჭო? ეხა ნახე. გაბრაზებული. ხარ გოგოებო და ბიჭებო. აბა. გამარჯობათ. უნგლები 60 აქ არის. წრები როგორი ჩეკებიან, აი ეს სულ ახალი გამოჩეკილია ესა. აი როგორი იყურებიან, გამოშტერებულები, ინკუბატორი. კუბა დაივინგი და ამოცემას ახლა აისრულებს აქ. ხო, ბაჰამის კუნძულზე რო ვიყავით იქ არ იყო ეს ყველაფერი და აქ იმედია რომ ძალიან ბევრი თევზი იქნება და ძალიან სილამაზე გვანახებს გულო. მე ვერ ჩავდივარ. ახლა მოკლედ გამოვედით აგერ ოკეანის სანაპიროზე და აქ ექნებათ რაღაცა მოწყობილი მაგ დაივინგისთვის დარწმუნებული ვარ. იქ უყურეთ პარაშუტით ზემოთ. ეგეც შემოგთავაზეს, თუმცა ჩვენ ამდენ დროც არ აგვაქვს ამ პარკსა. ეს პარკი არის ძალიან დიდი იმისათვის რომ დავათვალიეროთ დღეს ყველაფერი. ამიტომ რაც ძალიან უნდა და გულოს ეგ ავირჩიეთ ერთი. რომ გულო ისიამებს და გვანახებს ჩვენს გვასიამებს ამ კადრებით. რატო არ გეყოფა ადამიანს ერთი დღე რასაც ვიძახი? აი ესენი უყურეთ უბრალოდ რა ლამაზია და რა სასიაუნო აქ დარჩენა და ესე ვთქვათ დაასვენება უბრალოდ მართლა არ არის ამდენი დრო ერთი დღე ძალიან გეპატარავება ადამიანს ამ 3-4-ში გაჩერებისთვის. მეძახი შეიძლება აქეთ არის. ხო გულოჩკა. წუთის მერე გვაქვს, ამიტომ ეს 20 წუთი ესე გავატარებთ. ცოტას დავისვენებთ. მეუბნება სნორკლინგზეო. იქ შეგიძლიათ ჩახვიდო ამ ჩვენს ბილეთის ფასში შედის, მაგრამ რაღაცა არ ვიცი, გაზარმაცებული ვარ მე მგონი. ერთი
გაქოქომიჭეს მერე ყველაფერს ვაკეთებ, რაც გუშინ zip line-ზე გავაკეთე, მაგის მერე ყველაფერს შევძლებ. იქით არ ვიცი სად წაიყვანენ, სადღაც ალბათ წაიყვანენ, რომ წყალქვეშა სამყარო ნახოს, ჩვენ კი აქ ვიჭყუმპალავებთ სავარაუდოდ. ახლა დღეს არა ვარ ამ ცურავობის ხასიათზე, მაგრამ მთლიანი პარკი მოიცავს თითქმის ყოველთვის აი წყალში ჩასვლას და ამიტომ დავიწყო ალბათ ამ კამკამაწყლიდან. ესენი მოგცეს, თუმცა ამას მე მგონი ჩემი სათვალები მირჩევნია, იმიტომ რომ თვალები მაინც არ დამეწובה. არ არის ნამდვილად არ არის თბილი, ჩემთვის არ არის, არ ვიცი, გულო იხარია მოსული იქიდან და თბილი არისო, მაგრამ ჩემთვის არ არის თბილი. აი, გავიკეთეთ, აბა. აია. უკვე მივეჩვიე, ტემპერატურას დარეგული და ტემპერატურა ისე თქვა დარეგული და კარგია. არა, ძალიან მაგარია. ოკეანის წყალია და იქიდან არ ვიცი რანაირად ხდება, ალბათ აქედან დინება აქედან აქვს, აქედანაც უერთდება ეთქვა და ძალიან ძნელად გვიწევს წამოსვლა, მაგრამ მთლიანობაში მაინც შეუძლებელი არაფერია, როცა სიამოვნებს ადამიანს. Yes, perfect. Thank you guys. It was such a nice experience. წავედით ნიკუშა ვიპოვოთ, რომელიც ვიცი რომ თამაში მელოდება. ვწევარ და ზემოთ ისეთი სილამაზეა. აი ესეთი სილამაზეა. აი ეს გამიყურება ეს ყველაფერი და რაღაც არ ვიცი რა, არსად არ მინდა წასვლა. არ მინდა მუშაობა. ეგ მოგვიწევს ახლა ჩასვლა. Иди. შენა. აი მაგის გამო მოდიოდა, უყურე პეპელაში ამაუნდოდა. წადი, აბა გაიქით. აი ხა შეიძლება შეიძლება გაუშვია მოსაფერებლად და ეს პირი და ახი პულსე. ეს პატალებიანია კიდევ. 10 წელი იქნება აქ ახლოს რა. შედი აგერ აქ ნახე რამდენი არიან. აი. ესენი რა ფეშია. მოდი ეხა ნუ გარბიხარ. მოდი კაცო. მოდი. ნახე გულო მკოცნის. მოდი ზელა მაჟო. ვენა არ გვინდა რა. აი მე დიდია ეგა. ისე ვიგივეს არაჭამა. არა ეს სხვა არის. მოდი. შენ მოდი. ცოტა ნიკა ძალიან დიდია. აჰა. ამას მივიცი დიდია ისე. ვაიმე სენსე მოგევლე. მოდი შენ პატარა. ეს ვიგივეს არაჭამა. ლებია. ვაიმე. აჰა ეს დაიჭირე.
მამილი რა გინდათ რა? არაფერი არა მაქვს ხო ხედავთ კაცო, რა დღეში ხარ თუ? აუ როგორ მიყვარს ესე. ეს ცხოველები არიან ღია სივრცეში, იმიტომ რომ ძალიან კულტურული ხალხი დადის, არავინ არ უშლის, არავის. კი, ცხოველების კულტურელები არიან, არ ვიცი, არ გადმოდიან ამ ზოლს და რანაირად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაგრა არის ეს ყველაფერი აწყობა. გაქვს ბანანი? ბანანი მაქვს, მაგრამ არ გაქვს. ეს არის მარტო ჯუნგლებში, აი ესეთი ტყე იწყება აქ და მიდიხარ მთელი 20 წუთი ოღონდ ჯუნგლებში. არანაირი ადამიანი, არანაირი ტექნიკა, განათება არაფერი არ შეხვდება. ეს არის გზა ჯუნგლებისკენ. თუმცა ჩვენ ახლა არც დრო გვაქვს, არც სურვილი დაღლილები ვარ და არ წავალთ. ეხლა გვირჩევიან სხვა რაღაცები ვნახოთ, იმიტომ რომ ვემზადებით საღამოს იწყება მექსიკური არ ვიცი როგორ გავარქვა, კონცერტი ალბათ. კონცერტი იქნება გულო ამ საღამოს? ხო, მექსიკელების კონცერტი იწყება, მაგისთვის 300 არტისტი, 300 მექსიკელი არტისტი მონაწილეობს და მათ გამოსვლებს უნდა უყუროთ. ამიტომ 20 წუთი ამ ჯუნგლებში სიარულს ვერ შევძლებთ. და მოვდივართ, აი არის მაიასტომის სოფელი. ხო, აი ეს არის ზუსტად ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ ეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აი ეს აღმოაჩინეს და ირგვლივ ალბათ ეხა თანამედროვე ყველაფერი აშენებული, რომელსაც უკვე დაარქვეს მაიასტომის სოფელი, ზუსტად ამის გამო დაარქვეს. მაიასტომის თანამედროვე სოფელი არის ესა. იყიდება ყველაფერი. მაუგლის ეძახის გულო აქაურობას. მაუგლის სოფელი, მაგრამ მაიასტომის სოფელია. დინი გუანა არის აქ. ერთი პატარა ვერ ეხსნის ხო იცი სიგრძელი. კი. ძალიან ქანაობს ეს ხიდი. იგუანები? იაგუარი, კაცო, იაგუანები. იაგუარი, აბა. ხეთ რა ლამაზია. ეს უფსკული რო არ. აი აქ არიგებენ ლასტებს, თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ლასტები, მაგრამ აი ეს არის ყველაზე საინტერესო. აი ეს ადიხარ. ბოლოს გეტყვით რა არის აქ. 1 3 4 კრუგი უნდა დაარტყა. თუ გინდა დაარტყა, იმიტომ რომ თუ რიგია დაარტყა, ესე რომ ვთქვათ. აი ხამოდიხარ იმისთვის ალბათ ხვდებით ხო რაც არის ახლა აი საჭირო ოთახები აი სულ თახარზე ამოდიხარ და შედიხარ ამ საჭირო ოთახში ეხა მოგვიწევს ამ დინარში ჩასვლა და სავარაუდოდ ძალიან გრძელია ეს დინარე მაგრამ ამ დინარეს ეძახიან დინარე ჯუნგლებში ეს რაღაცა ჩაგვაცვეს და ლამაზი ჩასასვლელია ვირავ შევდივარ ეს ერთი მდინარე დაახლოებით 740 მეტრია 740 და 1 მეტრი ზუსტად და აბა ძალიან დავიღლებით რომ ამოვალთ ისევ რესტორანი დაიწყო ყალი არის ამკამა ოკეანის ყალია როგორც ასეთი და შევიდეთ თუ ვინმე სულ არ იცი შეუძლია დაიხმაროს ეს თოკები რასაც ეს პატარა ახალგაზრდა აკეთებს ულამაზესია ეს ყველაფერი იოგით არიან დაკავებულები ეს ცოტა აის დასვენების ადგილი იმიტომ რომ გამოქვაბულში ვერ ისვენებ ძალიან სიკვდილი რო არის გინდა რომ რაც შეიძლება მალე გამოხვიდე ცოტა მაგრა დავიღალეთ ერთი 9-2 კილომეტრი გავცურეთ დაახლოებით ალბათ ფეხზე ვერ გივარ ზოგი ადგილებია სადაც ფეხზე გავარ მაგრამ ახლა ვერ გივარ ფეხზე ეს უკვე გულს ახარებს ღია ცის ქვეშ ჯუნგლებში
რა სასიამოვნოა. აი ესე გაუსარი ძალიან ელამიტი მთელი ოჯახი არის და გავიყალეთ რა. თაცუნდა შემიძლია გადაგარიან რაღაცა. მოვიდეს. მაგრამ თუ თავგადასავალია ბოლომდე იყოს, ამიტომ წავალთ ბოლომდე. ძალიან მაგარი სუნია სავარაუდოდ აქედან ამოსვლა და რესტორანში წასვლა ერთი იქნება. არ ვიცი გავთავდე 740 მეტრი, აი ესე მდინარე ეს მდინარე ისეთი არ არის რომ რამე თავისი ის კონდეს თავისი მიმართულებით მიდიოდეს, არამედ ერთ ადგილას დგას, იმიტომ რომ ეს მდინარე არის სპეციალურად გაჭრილი ოკეანის დონეზე. ამიტომ ჩვენი ძალებით გვიწევს ამის გადალახვა 740 მეტრი. ძალიან ძნელი იყო. სასიამოვნოა ესე. რესტორანი. რესტორანი. ეს არის.აფერი ლამაზია, სანამ დანაყრებული ხარ, როცა მოხშვიდება. მე პირადად მიბინდება და ამიტომ არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ რო შევჭა მე ნათდება ყველაფერი. სამშიერი ვარ ბრუკლინით არის ყველაფერი. კაცის მრავალფეროვნება, რაც გუში ღამი იყო, ყველაფერია სული და გულისთვის. ეს ტკბილეულობები რავი, არავის მე არ მაინტერესებს ნაყინები. აი ესენი მაინტერესებს რა არის, არ ვიცი. ალბათ რაღაც მექსიკური რაღაც ხორცების შემწვარი, ეს ცილები მაგარია. აი ეს არ ვიცი რა, აბალურიოთ. რაღაც წვნიანია. აზრი ხარ? კრაბები ყრია შენი. ეს კრევეტები ის და ესენი არ ვიცი. რაღაც გალეტები ვით არის. ხილები არ ეს არის ამათი სოუსი. აქეთ რა ხდება ხო? აქეთ ისევ ხორცები და თევზის შემწვარი და ასე შემდეგ. რაც ძალიან მახარეს სტეიკები. ბრინჯი არ მოეწონებათ ამ ჩიდებს. დაფერი ვევჭამე. და ეგრევე დააყდებით, მაგრამ ძალიან საცივი იყო. ვცდილობ რომ ბევრი რაღაცა ავიღო, ყველაფერი გავსინჯო ცოტა და ესეთი სახით რა შეიძლება სიამოვნება მიიღო მელი. ესენი კიდევ მოვიცუნაგები არიან, უცებ ხვდებიან სადაც არის საჭმელი. გოგოებო, რამდენი ხარ გოგო თქვენ, რამდენი ხარ? რა საყვარელია, რატო არის ფილმი და ცხოველები ყველა ჩვენთან მომოდიან რა? დელფინს და შარკს შეეხებოდი ჩვეულებრივ ხელით. აი მაგისთვის არის ეს ყველაფერი. ხი რა საყვარლებია. აი გადახდი. ძალიან საყვარლები არიან. დაფუჭფუჭებენ თავიანთვის. აუ რა საყვარლე, რამდენი არიან არაჩქა. აუ რა საყვარლე. ყველაფერი საყვარლე როგორ არის ეს მექსიკელი ცხენებიც კი საყვარლია. კი ყარ ძალიან. შენ გიყვარს მექსიკაში?
შეგიძლია გაიხადო, იმიტომ ცეცხლი იქნება ისედაც მან. მაგარი იქნება ამსახავს, მაგარი საღამო გელოდება რა. რომ ისეს რო უკანი არის, ეხლა რამეს გააკეთებენ ნეტა? ამემზადებით იმ კონცერტისთვის და უყურებთ მექსიკურ ცეცხლს რა, დაანთებენ ცეცხლს მექსიკელი მსახიობები, ჩვენ კიდე ვიცეკვებთ ბევრს მექსიკურად. სულია ესა. აუ, აი ის რარი ვიცეკვო, ეს დიკავერული. რა საკმეველი სუნია, არ ვიცი. იმას უყურე იმას. ვაა! რა საშიშია ოღონდ. ეს ცოცხალი ადამიანები არიან. თუ სურათი მინდა, ფული უნდა ჩაუგდო ალბა. ეს გოგოა. ამ კიდე არის გაგონება, არა? აი რამდენი ყველგან ჩამალულია ბიჭო. ზემოთ ხედა, აუ, ზემოთ. მართლა ფილმში მგონია თავი. აი რაღაც სათავგადასავლო ფილმში. ეს არის თამაში. ნახე რა გიჟით იყურება გული. აქ რაღაც უარესი ხდება. აიმე და მივდივართ ახლა რომ დროულად დავიკავოთ ადგილები, იმიტომ რომ ვიცით რომ გადავსებული იქნება და შეიძლება ძალიან ბოლოში მოგვიწიოს სამე დაჟმა, თუმცა ყველას აქვს ამათ უფლება რომ დაჟენ. აი ნახე რა გერ ხედავ ერთ საღამოს მოგვიყვნენ მთელს ისტორიაზე, კულტურას ამ ქვეყნის შესახებ. ასე დასრულდა ჩვენი პირველი ვიდეო მექსიკაზე, მაგრამ მეორე ვიდეოში თქვენ ნახავთ საოცრად ლამაზ კუნძულს, რომელიც მოტოციკლით შემოვიარეთ. ასევე მექსიკის ქუჩებს და ბაზარს, სადაც ტროპიკული ხილები შევიძინეთ. ავაგემოვნებით ბევრი მექსიკური ტრადიციული საჭმელი, მათ შორის რა თქმა უნდა ტაკო და ჰიპერმარკეტი, სადაც ბევრი მექსიკური პროდუქტი იყიდებოდა.